მაგალითად თქვენს მშობელს პასუხისმგებლობა აქვს თქვენს თავის შვილებზე თქვენზე. თქვენი მშობელი თუ მასწავლებელია, მარტო თქვენზე არ აქვს პასუხისმგებლობა. არამედ აქვს თავის მოსწავლეებზე ამხელა პასუხისმგებლობა. თუ ვინმე სკოლის დირექტორია, იმას მთელს სკოლაზეა. ან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისი მოსწავლეები კარგად იყვნენ. გესმით? იმაზე კი არა, რომ მე ვიყო კარგად დირექტორი ვარ. არა. ეს არ არის ქრისტიანული გაგება. ქრისტიანული გაგება ისაა, რომ მე ვიზეც დამადგინა უფალმა პასუხისმგებლად, ანუ მოვალედ, ანუ სხვაგვარად რო თქვა, თანამდებად, თანამდებობის პირი, ხო გაიგონიათ? ეს თანამდები მოვალეა სინამდვილეში. მოვალე ვარ მე ვიზრუნო მათზე. ეს ქრისტიანული გაგება, რომ მე ვარ მოვალე ვიზრუნო მათზე და არა ისინი არიან მოვალე, რომ ჩემზე როგორც უფროსზე და დირექტორზე იზრუნო. ეს არის ქრისტიანული გაგება. იმიტომ რომ ღმერთი რას გვეუბნება? ღმერთი რომელიც ადამიანად მოვიდა იესო ქრისტე. მე იმისთვის კი არ მოვედიო, რომ თქვენ მემსახუროთ. მე იმისთვის მოვედი, რომ მე გემსახუროთ და ჩემი თავი დავდო თქვენთვის და მართლაც დადო თავისი თავი ჩვენთვის და ჯვარზე გაეკრა ჩვენი სიყვარულისთვის. გესმით რაზე ლაპარაკი? ხო და აი ქრისტიანი ეს ფიქრები უნდა ქონდეს. მე მოვალე ვარ სხვის მიმართ. ეხლა შეხედეთ.